თითოეული ჩვენგანის ჯვარი, რომელიც ცხოვრებაში დაგვეკისრა, იმ პატარა გულსაკით ჯვრებს გვანან, რომლებსაც ვატარებთ და რომლებიც ცხოვრების განმავლობაში გვიცავენ. ღმერთი ადამიან ჯვარს იმისთვის კი არ აძლევს, რომ იგი დაიტანჯოს, არამედ იმისათვის, რომ ჯვრის მიერ კაცი ზეცაში ავიდეს. არსობრივად ხომ ჯვარი სწორედაც რომ ცაში ასასვლელი კიბია. როდესაც ადამიანს ტკივილი ეწვევა, სწორედ მაშინ ესტუმრება მას ქრისტე. სახიერი ღმერთი იმისათვის, რომ შვილები დაიბრუნოს, როგორც კეთილ მამას შეჰფერის, განსაცდელების საშუალებით მათ აღზრდას ცდილობს. ის ამას სიყვარულით, საღმრთო სიკეთით აკეთებს და არა ბოროტებიდან და ერული სამართლიანობიდან გამომდინარე. ანუ იმის სურვილით, რომ მისი ქმნილება გადაარჩინოს, სურვილით, რომ მისმა ქმნილებამ სასუფეველი დაიმკვიდროს, ღმერთი განსაცდელებს უშვებს მასზე. ის განსაცდელებს იმისთვის მიმართავს, რომ ადამიანმა ბრძოლა და ღვაწლი იტვირთოს და გამოცდა ჩააბაროს ტკივილსა და მოთმინებაში. წმინდაო მამაო, ავადმყოფობა ყოველთვის რგებს ადამიანს. დიახ, ჯანმრთელობა ეს უდიდესი საქმეა, მაგრამ იმ სიკეთეს, რაც ადამიანისათვის სნეულებას მოაქვს, მას ჯანმრთელობა ვერ მისცემს. სნეულებას ადამიანისთვის სულიერი სიკეთე მოაქვს. ადამიანის სული ოქროს გავს, ხოლო სნეულება ის ცეცხლია, რომელიც ამ ოქროს გაწმენს. რაც უფრო იტანჯება ადამიანი ავადმყოფობისაგან, მით უფრო სუფთა და სპეტაკი იქნება იგი. ოღონდაც იგი უნდა ითმენდეს და სნეულებას სიხარულით იღებდეს. თუ კი ადამიანი სხვებზე ზრუნვის პასუხისმგებლობით არ არის შეზღუდული, მას ავადმყოფობა ჯანმრთელობას უნდა ერჩიოს. ერთხელ მონასტერში ერთი წმინდა ეპისკოპოსი მოვიდა, ძალიან მოხუცებული. იგი გადამდგარიყო და წმინდა ანას კიტში მოღვაწეობდა. წასვლისას, როდესაც ცხენზე ჯდებოდა, შარვლის ტოტები აეწია და ყველამ დავინახეთ მისი საშინლად დასიებული ფეხები. ბერები მას ცხენზე შეჯდომაში რომ ეხმარებოდნენ, უეცრად შეძრწუნდნენ. ეპისკოპოსი მიხვდა ამას და თქვა: ეს ყველაზე ძვირფასი საჩუქრებია მათ შორის, რითაც კი ღმერთს დაუჯილდოვები ვარ. მას ვევედრები, რომ ნურასოდეს წამართმევს მათ. წმინდა მოწამეები ტკივილს ივიწყებდნენ, იმიტომ რომ მათი ქრისტესადმი სიყვარული აღემატებოდა ამ ტკივილს და ანეიტრალებდა მას. როდესაც ადამიანს მოყვას ის ტკივილის ტკივა, ეს გარკვეულწილად ღვთისლმობიერებას აღძრავს. ღმერთი ხარობს, რამდენადაც ეს ადამიანი თავისი სიყვარულიდან გამომდინარე ამჟღავნებს, რომ ის ღმერთთან მსგავსებას მოკლებული არ არის და ამიტომ მას საღმრთო ნუგეშს ანიჭებს. ეს საღმრთო ნუგეშისცემა რომ არ არსებობდეს, ადამიანი მოყვასის ტკივილის თანაზიარობას ვერ გაუძლებდა. თუ კი შენ თავად გტკივა, უცხო ადამიანის ტკივილზეც ფიქრდები. თავს მის ადგილას წარმოიდგენ და საკუთარზე უმეტესად მისი ტკივილი გაწუხებს. ანუ შენი საკუთარი ტკივილი სხვისი ტკივილის გაგებაში გეხმარება. ხოლო როდესაც სხვათა ტკივილს სიხარულით იღებ, მათაც ანუგეშებ, ვისაც ტკივა. ჩვენ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქრისტეს თვით იმ ავადმყოფობის აღდგინება შეუძლია, რომელთაც ექიმები ვერ კურნავენ. მაგრამ იმისათვის, რომ საქმეში ქრისტე ჩაერიოს, სერიოზული მიზეზი უნდა არსებობდეს. ხოლო ავადმყოფისათვის მლოცველი ძალიან მორწმუნე და ქრისტესთვის თავდადებული ადამიანი უნდა იყოს. თუ ავადმყოფობა გაჭიანურდება, ვევედროთ ქრისტეს, რომ ერთი ხელის მოსმით დაასრულოს ის.
რადგანაც როდესაც ქრისტე რომელიმე სნეულს ხელს დაადებს, ის გამოჯანსაღდება. მერე უკვე აღარ წამალი ჭირდება და არც შხამი. ხოლო თუ ის ადამიანის სახეს ალერსიანი ხელით შეეხება, ეს კიდევ უფრო უკეთესია. მაგრამ თუ ჩაიხუტებს კიდეც, მაშინ ადამიანური ტკივილი მსუბუქდება. თუმცა ამისათვის დიდი სარწმუნოება საჭირო. თუ კი თავად სნეულს რწმენა არ აქვს, ის არ გამოჯანმრთელდება. ავადმყოფობისაგან გაწამებულ პატარა ბავშვებს დიდი საზღაური ელით, რადგანაც ისინი უცოდველნი არიან. წმინდაო მამაო, მოვიდნენ ადამიანები, რომლებიც გვთხოვენ, რომ ავადმყოფი ბავშვისთვის ილოცოთ. თანაც გეკითხებიან, განიკურნება თუ არა იგი. რა უპასუხოთ? ასე უპასუხეთ. ბერი ილოცებს, ქრისტეს უყვარს ეს ბავშვი და იმას გააკეთებს, რაც მისთვის უკეთესი იქნება. თუ დაინახავს, რომ როცა ბავშვი გაიზრდება, ეს მისთვის უკეთესი იქნება, იგი შეისმენს ბერის ლოცვას. მაგრამ თუ ქრისტე მიცის, რომ მოზრდილობისას ამ ბავშვს კეთილი სულიერი მდგომარეობა არ ექნება, ახლავე წაიყვანს თავისთან და ამას იმიტომ იზამს, რომ უყვარს ის. თუ ღვთისაგან რაიმეს ვითხოვთ და თავად მსხვერპლად არაფერს ვიღებთ, მაშინ ჩვენს ვედრებას დიდი ფასი არ აქვს. ხოლო თუ კი სიყვარული მაქვს, თუ კი მე მაქვს მსხვერპლის გაღების უნარი, მაშინ ქრისტე, როდესაც ამას დაინახავს, შეასრულებს ჩემს თხოვნას. რა თქმა უნდა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი ეს სხვას წაადგება. ამიტომ, როდესაც ადამიანები სნეული ახლობლისათვის ლოცვას გთხოვენ, უთხარით მათ, რომ თავადაც ილოცონ, ან დაეცადონ, რომ საკუთარი ნაკლოვანებებისაგან გათავისუფლდნენ.